ქვეყანაში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა უკვე 985,000 გადააჭარბა, თუმცა მზარდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სამუშაოს ძიების პროცესში არიან. მსხვილი დასაქმების პორტალების ინფორმაციით, მათ ბაზას ყოველდღიურად დაახლოებით 100-120 პირი ემატება, ვინც სამსახურს აქტიურად ეძებს. როგორია შრომის ბაზრის ტენდენციები და რამდენი ადამიანი ეძებს დღეს ქვეყანაში სამსახურს, მარი მელიქიშვილი გვერდება ამ ძალიან აქტუალური თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბოლო 3 წელია ქართული შრომის ბაზარი დინამიური და სეზონური გახდა, ასეთია შრომის ბაზრის ექსპერტების ნაწილის შეფასება. მათივე თქმით, თვეების მიხედვით ბაზარი შედარებით აქტიური, ხან კი ზედმეტად პასიურია. საბოლოო ჯამში მიმდინარე წლის ჯამური მონაცემები წინა წელთან შედარებით კლებას აჩვენებს. მაგალითისთვის, PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, დასაქმების პორტალ JobSG-ზე 2025 წლის ივლისიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 24,199 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,7%-ით შემცირებული მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში ვაკანსიების რიცხვში ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ლოგისტიკისა და დისტრიბუციის, ასევე ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიებში, რაც შეეხება ზრდას, წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში. JobSG-ის მონაცემების გარდა ვაკანსიების ჯამურ მაჩვენებლებში კლების დინამიკაზე მიუთითებს დასაქმების კიდევ ერთი უმსხვილესი პორტალი HRG, სადაც ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ვაკანსიებში 7%-იანი კლება აქვთ, მხოლოდ ოქტომბრის თვის მონაცემებით კი გასული წლის ოქტომბერთან შედარებით ვაკანსიები დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული. შრომის ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ ვაკანსიების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, რამაც ბიზნესის განწყობები შეცვალა. თუმცა, რაც შეეხება მოლოდინებს, სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ნოემბერი-დეკემბერი შრომის ბაზრისთვის აქტიური იქნება და ვაკანსიების ჭრილში ზრდის მაჩვენებლები დაფიქსირდება. ბოლო 3 წლის განმავლობაში გახდა საკმაოდ დინამიური. ეხლა რა იგულისხმება ამაში? იანვარი, მარტის ჩათვლით არ ხდება არაფერი, იმიტომ რომ ეს პერიოდი ახალი წელი იწყება. დოლარის ვალუტის გაცვლითი კურსები ძალიან არასტაბილურია, მოკლედ ბევრი რყევები ხდება. მე უკვე გაზაფხულია ეს მეორე კვარტალის პერიოდში ხდება ხოლმე ესეთი გამოცოცხლება შეგვიძლია დავარქვათ. ბიზნესი თითქოს ესე დამაჯერებელი ინფორმაციას მიიღებს, რომ დასტაბილურდა სავით ბაზარი და უკვე გააქტიურდება მოთხოვნა, ჩდება, იზრდება ვაკანსიებზე. მაგრამ აი ამ მიმდინარე წლის განმავლობაში ამ პოლიტიკური და ეკონომიკური ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ფაქტორმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. საარჩევნო წელიც იყო. გაცილებით სტაბილური იყო გასული წელი და ამიტომაც წლევანდელი მაჩვენებელი დაბალი. წლის მანძილზე ტენდენციები იყო საკმაოდ ცვალებადი და არ იყო ესე რომ სტაბილურად ან კლება გქონდა, ან ასე ვთქვათ ზრდა. ჯამში მოგვცა 7%-იანი კლება. ეხლა რაც შეეხება მესამე კვარტალზე ვიტყვი, რომ მესამე კვარტალში გვაქვს 9%-იანი კლება და ეს კლება იყო გამოწვეული აგვისტოს თვით, იმიტომ რომ წლევანდელი აგვისტო იყო განსხვავებულად პასიური, იმიტომ რომ ყოველთვის ვიცით რომ აგვისტოში მაინც ჩვეულებების პერიოდია და იკლებს ვაკანსიების რაოდენობა, მაგრამ წლევანდელი აგვისტო გამოირჩეოდა დაახლოებით წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლები ვაკანსია დავდეთ მხოლოდ აგვისტოს თვეში და ამან მესამე კვარტლის სურათიც ჯამში შეგვიცვალა და 9%-იანი კლებით დავასრულეთ. ოქტომბრის თვეს რაც შეეხება, ეხლა ოქტომბრის თვე წესით აქტიურია, იმიტომ რომ სექტემბერიც გამოგვიძება, არის ასე ვთქვათ 15 სექტემბრიდან აქტიურობა იწყება და ოქტომბერიც მოყვება, ოქტომბერსაც იგივე ტენდენცია მოყვება, თუმცა წელს ვერ ვიტყვი რომ იყო კარგი ოქტომბერი, იმიტომ რომ მოლოდინები რაც ჰქონდა არ გამართლდა. ჯამში განათავსეთ დაახლოებით 4800 ვაკანსია, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით დაახლოებით 10%-მდე კლება გვაქვს. საბოლოო ჯამში დასაქმების მსხვილი პორტალების ინფორმაციით, მათ ვებგვერდებზე ყოველდღიურად დაახლოებით 100-120 ახალი პირი რეგისტრირდება, ვინც სამუშაოს ეძებს, 400-500 ადამიანი კი ანახლებს საკუთარ მონაცემებს. ჯამში მაგალითად HRG-ის მონაცემებზე დაყრდნობით მათ პორტალზე აქტიურ სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი 154,000 აღემატება, იმ კომპანიების რაოდენობა კი, რომლებიც კადრებს ეძებენ 33,000-ია. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ კომპანიებს შორის არიან უცხოური ბიზნესებიც,
თუმცა მათი წილი საკმაოდ მცირეა, რაც შეეხება ანაზღაურებების ნაწილს. შრომის ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ წელს ბიზნესებს ქვეყანაში ხელფასები მნიშვნელოვნად არ გაუზრდიათ, მეტიც არის სექტორები, სადაც ანაზღაურებები საერთოდ არ გაზრდილა, თუმცა იმ დარგებში, სადაც სოდნა ყოველთვის ძვირად ფასობდა, ხელფასებმა წელსაც მოიმატა. გაზრდილია თავად ხელფასის მიმღებ პირთა რიცხვიც PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით. სექტემბრისთვის მდგომარეობით ქვეყანაში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს 985,975 შეადგინა, რაც 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 2,6%-ით მეტი იყო. ამ რაოდენობიდან დაახლოებით 12,5% იღებს 600 ლარამდე ხელფასს, თითქმის 34% კი იღებს 2400 ლარსთან მეტ თვიურ ხელფასს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ შრომის ბაზრის ექსპერტები არც მიმდინარე წელს და არც მომდევნო წელს ხელფასების მკვეთრ მატებას აღარ ელიან. ამ ეტაპისთვის ყავს 154,000 სამუშაოს მაძიებელი, რომლებიც რეგისტრიდან 2016 წლის შემდეგ და განაახლეს მონაცემები, იმიტომ რომ ჩვენ წავშალეთ ძველი მონაცემები, ვინც ასე ვთქვათ, არ აქტიურობდა. ყოველდღიურ რეგისტრაციებს რაც შეეხება დაახლოებით 100-120 არის საშუალოდ. ეს ციფრი გაზრდილია, რა თქმა უნდა, ზაფხულის შემდეგ, იმიტომ რომ სექტემბრის მეორე ნახევარში გააქტიურდნენ და სამუშაოს მაძიებლები აქტიურად რეგისტრირდებიან. თუმცა გარდა ამისა, დაახლოებით 400-500 ყოველდღიურად ანახლებს თავის მონაცემებს, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თქვათ, რომ აქტიური ჯობსიქერები ბაზაში ძალიან ბევრია. იმიტომ რომ, სადღაც დღის მანძილზე დაახლოებით 700-800 მაინც ან რეგისტრირდება, ან ცვლის თავის მონაცემებს. რაც შეეხება ახლა ბიზნესიდან, ახლა ალბათ ვაკანსიის ჭრილში რო ვისაუბროთ, სპეციალიზაცია და კატეგორიის მიხედვით დავყოფთ პირველ ეტაპზე და პირველ რიგში ისევ რითეილ სფერო არის, რომელიც 21% არის, მეორე ადგილზე არის ჰორეკა სექტორი, რომელიც 13%-ია, მიუხედავად იმისა, რომ დაკლებულია მაინც მეორე ადგილზე არის. შემდეგ ადმინისტრაცია გვყავს, შემდეგ ადმინისტრაციის შემდეგ საბანკო სფერო. იმ ინდუსტრიებში, სადაც ცოდნა მნიშვნელოვანი იყო და ძვირად ფასობდა, ისევ ძვირად ფასობს, ეგ არის, მაგრამ ამის ხარჯზე აქაც სხვა პოზიციებზე არ ფიქსირდება იმის, რა ქვია, ანაზღაურების მატება. ამიტომ აი ეს მე საშუალოს რო ვითვლით, ეს მაშრება სხვა ციფრს გვაძლევს რა, ალბათ ესე უნდა შევხედოთ ხოლმე. იქ ტექნოლოგიებია, ფინანსები, ან პროფესიული სერვისების მიმწოდებელი ზოგადად ინდუსტრიებშიც გაძვირდა. ტექნოლოგიებში, ფინანსო სექტორში, იქ სადაც პროფესიული და მაღალკვალიფიციური ცოდნა მნიშვნელოვანია, მომატებულია ანაზღაურება, სადღაც 5-10 რო წარმოვიდგინოთ საშუალოდ, სამაგიეროდ არაფერი არ მოხდა, მაგალითად ესეთი ისეთ მომსახურეებზე, პროფესიებზე, როგორიცაა მაგალითად შეიძლება ეგ იყოს რითეილერზე ფრონტის ხაზის თანამშრომელი ან სატრანსპორტო სერვისებში. რაც შეეხება საქსტატის მონაცემებს ხელფასებთან დაკავშირებით, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 204 ლარით გაზრდილი იყო და 1970 ლარს შეადგენდა. რა ჯამური მონაცემი დაფიქსირდება 2025 წელს და გაუმჯობესდება თუ არა მნიშვნელოვნად გასული წლის მონაცემი, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.